შავი ვარდი. Აი ნახავ მაია, ამ საქმეში იმავად მყოფი ქენდალის ხელი ურევია. კარგი რა და ჯერ დანამდვილებით არ ვიცით რა მოხდა. რა გულუბრყვილო ხარ? ვინმეს დაადეთით, ვინმე დამისახელე, ვინც ჩვენ ამას გაგვიკეთებდა და ხმასაც აღარ ამოვიღებ. არსად არიან. გისმენ დედა. ემინე სად არის? ბუსტუღი ვინ გადაწვა ემინე სად არის? მე რა ვიცი დედა. წასულა. არც ის იცი რატომ წავიდა. ხომ იცი რომ ემინე ამ სახლის ხერხემალია. ხომ გითხარი მიდი და იმ ქალს დაელაპარაკე მეთქი. ვინ იცის რა უთხარი? ზედა არ უყურებდი, ხმა არ ამოუღია. ასიმ ცუდად ეპყრობოდი, ხმა არ ამოუღია. მეორე ცოლი მოიყვანე, ხმა არც მაშინ ამოუღია. წარბიც არ შეუკრავს, მუდამ პატივს გცემდა. შენ კი მისი გაგიჟება მაინც მოახერხე. ახლა წადი და შენი ცოლი და შვილი მოძებნე და სახლში დააბრუნე. ახლავე, ჩქარა. ის კალი სად ვიპოვო დედა? რა ვიცი სად წავიდა? ახლავე სად ვიპოვა? მითხარი. ესეც მე უნდა გითხრა? საბრალოს მშობლების სახლის გარდა წასასვლელი სადმე ჰქონდა? ახლავე მარაშში წადი. კარის ღურუბს ემინეს გარეშე არ გადმოაბიჯო. დაუჩქარეთ, დაუჩქარეთ. კიდევ არ დაგიმთავრებიათ? რა საკეთებ? ხომ ამბობდი ბუსტუღი ჩემიაო. აიღე, შენთვის დამითმია. რა საკეთებ? შენი ბუსტუღები მოგიტანე, ინებე. ეს ბუსტუღები ჩემი შვილების სარჩო იყო, გესმის? შენ ჩემთვის ბუსტუღები არ დაგიწვია. შენ ჩემი ოცნებები დაწვი და გაანადგურე. ისევ შენ დაწვია ვიმეორება რა? ჯერ არ დამისრულებია ქენდალ გაიგე? არ დამისრულებია. ღმერთო შენ დამიფარე. აკრიფეთ ესენი. ჩქარა. აკრიფეთ. დედა. 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 ადა მოიცადე, რა საკეთებ? რა ხდება გოგოებო? ფირად ბეი დედა სახლში არ არის, დილით ადრიანად წასულა. ვიფიქრეთ რომ აქ მოვიდოდა. არა, აქ არ მოსულა. რომ მოსულიყო დავინახავდი. დილით გასული კი ვიყავი, მაგრამ არა, დარწმუნებული ვარ აქ არ მოსულა. აქ არ არის, სახლშიც არ არის. აბა სად არის? დაწყნარდით ცოტა, დაველოდოთ, თუ არ გამოჩნდება დაურეკოთ. აქეთ წამოდით. ასე არასდროს მოქცეულა გზაც კი არ იცის. მე შინია რამე არ შეემთხვეთ. დედა ჩვენ შორის დარჩეს გუშინ ემინემ და ქენდალ აღა მიკამათეს. როდის?
წუხელ, კენდალ აღა ისეთი გაცოფებული იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ჩემი თვალით დავინახე სილა ისე გააწნა, რომ გული მომიკვდა. ალბათ დედამისთან წავიდა. სხვაგანსაც წავიდოდა. ნურულა ეფენდის დაურეკე და ჰკითხე იქ არიან. კენდალს თუ უცადეთ დილამდე მათ ადგილ სამყოფელს ვერ გავარკვევთ. გაიღვიძე ჩემო საყვარელო, დილამშვიდობის. დედა ჩემი სად არის? დედა შენს რაღაც საქმე ჰქონდა და წავიდა, მალე დაბრუნდება, მე ხომ აქ ვარ. გაგვიანდეს. მე ჩვენთან ერთად წამოვალ. დედა განყოფილებაში ჩვენების მისაცემად უნდა წავიდე, ნებას ხომ დამრთავ. ხანძრის გამო ჩვენების მისაცემა ჩვენ გამოგიძახეს? არა, ხანძრის გამო არა. კარგი, წადი. ჟანდარმერიის კარს ვერ მოვცილდით. იმედია ეს ბოლოა. შენი არე დაგეწევი. კარგი დედა. წარმატებებს გისურვებ, შვილო. დედა, რა მოხდა? რა დაგემართა? ფირად ბეი. დედა. გოგონებო, ნუ შეგეშინდებათ. გაჭერდით. ჩემო სიხარულო, ხომ კარგად ხარ? რა გავაკეთოთ დღეს? ზღაპარი მოგიყვე? გინდა? კარგი. რა მოგიყვე? ფასკუნჯის ზღაპარი მოგიყვე? მომიყევი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი, სახელად ფასკუნჯი. ფასკუნჯი ძალიან ლამაზი იყო. როდესაც მიხვდა, რომ უნდა მომკვდარიყო, ფასკუნჯს თავისთვის ბუდე გაუკეთებია. ფიჩხით, გამხმარი ტოტებით და ბალახით. წველი მზე გამხმარ ბალახს წაიკიდა და ცეცხლი გაჩნდა. მაგრამ ჩიტს ბუდე არ მიუტოვებია. თავის ბუდესთან ერთად ისიც დამწვარა. და შემდეგ იცი რა მოხდა? ფერფლით თავიდან დაიბადა. გამაგიჟებს ის კალი. ნამდვილად ავადმყოფია. რაც ის ჩამოვიდა, ერთ დღესაც ვერ გავიხარე. ისევ ცუდად ხარ? კარგად ვარ აღა, გმადლობ. გისმენ დედა. დედა, ქარხანაში ვარ. დედა, აქ საქმე მაქვს. რომელებს მივხედო, ყველამ თავი მომაბეზრა. დროზე დაუჩქარეთ. შემოდი. კაპიტანო, ნარინ ჰანი მიმოვიდა. რა გაყვირებს? შემოუშვი. როგორც მიბრძანებთ. გამარჯობა ნარინ ჰანი. გამარჯობა უგუზბეი. გთხოვთ, დაბრძანდით.
ბილალ, ერთი წუთით. ბილალ. ბოდიშს მოგიხდით. გისმენთ, კაპიტანო. რას მიირთმევთ, რა შემოგთავაზოთ? ჩაის დავლევ. ახლავე, ორი ჩაი მოგვიტანე. ასევე აჰმედს უთხარი, რომ მზად იყოს. დაგველოდოს, ნარენ ჰანიმმა ჩვენება უნდა მისცეს. Uyudu mu benim kuzum? დაიძინა? ხო, ბალიშზე თავი დადო თუ არა, მაშინვე დაიძინა. Yenge? რძალო, Ebru? Kızım bu ne ებრუშვილო რა hal? დაგემართა. Evet arkadaşlar. მეგობრებო, 45 წუთი გაქვთ. შეგიძლიათ დაიწყოთ. Baran, ბარან, kardeşlerim. შენი დები რატომ არ არიან? რაღაც საქმეები გქონდათ მოსაგვარებელი და ამიტომ დღეს სკოლაში არ არიან. Hocam, მასწავლებელო, მათ სწავლა არ აინტერესებთ, მათ სხვა რამ ადარდებთ. წესიერად ილაპარაკე. თანაკლასელების შესახებ წესიერად ილაპარაკეთ. Devam edin. განაგრძეთ. Düzgün konuşsun oğlum. წესიერად ილაპარაკოს. ჩემი სიმპათიური ბიჭი, როგორ გაზრდილა, ჩემი სიყვარელი. ასიმ, გამომართვი. Ana, დედა, babam nasıl? მამა როგორ არის? Nasıl olsun? როგორ იქნება შვილო, დაბერდა, უჭირს მუშაობა. Zorlanıyor artık biraz. შეგირდათ ახალგაზრდა ბიჭი აიყვანა, საქმეებზე ის დარბის. Sağa sola koşturuyor işte. Kızım, შვილო, neden რატომ geldin მოხვედი diye მეთქი ამის sormak კითხვა zorunda ძალიან მეუხერხულება, მაგრამ bu gelişim შენი pek ჩამოსვლის sert მიზეზი ჩვენი მონახულება არ უნდა იყოს. დედა, Bunca yıl bir ამდენი de წელია tehlikeli ხმა არ მომიღია. Asım, მას შემდეგ რაც ასიმი დაიბადა კენდალს, ჩემთვის არც კი შემოუხედავს. ხმა არ ne მომიღია. saygıda ne sevgide მას kusura მაინც ღირსეულად ვექცეოდი. üzerime მეორე kumar ცოლი მოიყვანა. nikah kıydı. მასზე ოფიციალურად იქორწინა, ხმა არც მაშინ ამომიღია. Bana eli ჩუმად kalksın. ვიყავი. Ama Asım'a kalkıp რომც დამარტყას ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ Asım bir gün ასიმზე აღმართული ხელი ქვად უნდა ექცეს დედა. ასიმს მამის სიყვარული, მამის სითბო ერთი დღეც კი არ უგრძნია. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა ამ სახლიდან რომ მიდიოდი. იმ დღეს გითხარი ამ კარის ზღურბს თუ გადააბიჯებ, უკან ვეღარ დაბრუნდები მეთქი. ახლა რა პირით მოდიხარ და დარდს გვიზიარებ. ნურულა. მამა, შენ გეკითხები აქ რა პირით მოხვედი? Nurullah დემა ჰასე ნუ ამბობ შენი ქალიშვილია. შენ ნერევი. ჩემი ქალიშვილი ყოფილა. ქალიშვილი მაშინ დავკარგე, როცა ამ სახლიდან წავიდა. წასვლისას ხმა არ მოგიღია, არ გითქვამ სარწახვიდეო. ახლა მე მელაპარაკები? ამ სახლში მისი ადგილი არ არის, არც მისი და არც მისი თანმხლების.
გასაგებია? ბარან, ერთ ადგილას გაჩერდი. რა მოხდა? ადა და მაია რატომ არ მოვიდნენ? მათი შეგროვებული ბუსტუღი ღამით სულ დაიწვა. დაიწვა? ჰა, ბუსტუღი დააფასოვეს და ძველ სახლში დააწვეს. ღამით იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა. ბავშვებიც შიგნით იყვნენ. ღმერთის წყალობით არავინ დაშავებულა, მაგრამ მთელი ღამე იქ ვიყავით. ძალიან მეწყინა, გული დამწყდა. მადლობ. წარმომიდგენია შენს დებს როგორ შეეშინდებოდათ. მისმინი აიშე. ისინი ჩემი დები არ არიან, უბრალოდ ერთი გვარი გვაქვს. საუბრისას ყურადღებით იყავი. დაბადების დღეს გილოცავ აიშე. გმადლობ, მაგრამ ჩემი დაბადების დღე დღეს არა, ხვალ არის. მართლა ესე იგი არასწორად მახსოვდა, თუ ასეა ხვალ ერთად აღვნიშნოთ. ხვალ შენი დაბადების დღეა? ხო. ერთი წუთით ფუნდა. გოგონებო, თუ ნებას დამრთავთ, დედა თქვენს დაველაპარაკები. წავიდეთ ადა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. რამდენიც უნდა იზარალო, არ დაივიწყო, რომ მუდამ შენ გვერდით მიგულე. ნუ თუ რამეს გაგიჭირვებ, ნუ თუ საერთოდ ვერ გამიცანი. ჩემი სიტყვა ნამუსის ტოლფასია. სიტყვა. რაც იზარალი ყველაფერს მე აგინაძღაურებ. შენი მის გამო ილოცე, რომ რუსგარს და ასიმს არაფერი დაემართათ და ცოცხლები არიან. სხვა ყველაფერი წყალს წაუღია. ახლა დაისვენე. 3-5 კილო ბუსტუღის გამო არ ღირს დარდი. ეს დავა 3-5 კილო ბუსტუღს არ ეხება ქადრია ჰანიმ. ამ ბავშვის მდგომარეობა შეხედე. რაც ამ სახლიდან წახვედი, ბევრი გწყევლე. არ ვიცოდი თუ ჩემი წყევლა ამ საბრალო ბავშვს აუხდებოდა. არა და გულში შენ გწყევლიდი. მაგრამ ხედავ, ჩემი წყევლა ვის აუხდა. ახლა მითხარი. მითხარი, ვისი ბრალია ეს ბავშვი, რომ ასეთ დღეშია. გაეთრიე სახლიდან. ამ სახლში შენი ადგილი არ არის. სადაც გინდა იქ წადი, მაგრამ ამ სახლში ფეხი აღარ შემოადგა. ნურულა, გემუდარები არ გინდა. მაჩა იკმინდე, შიგნით შედი. ემინე მანქანაში ჩაჯექი დროზე. შვილი მომწყვიტე და წაიყვანე. კაცურად მაინც მოიქეცი და ცოლ შვილს უპატრონე. ამ ქალის ადგილი ჩემს სახლში არ არის. როგორც ჭირში, ისე ხინში ამ სახლის კარი თქვენთვის დაკეტილია. მოკიდე შენს ცოლს ყელი და აქედან გაეთრიე. ნურულა, არ გინდა. ემინე მანქანაში ჩაჯექი მეთქი. ასიმ, ნუ გეშინია. ნუ გეშინია საყვარელო. ადექი, წავიდეთ. ნურულა ეფენდის დაურეკე. დაურეკე დედა, მაგრამ არავინ მიპასუხა. ემინე, იმედია რამე სისულელი არ ჩაიდინე. ღმერთო დაგვეფარე. აღარ ვიცი რომელ ერთზე ვიდარდო.
დედა, ემინე თუ არ დაბრუნდება, რა მოხდება? Ne demek o? მამას რატომ მეკითხები? ამ ხელასახს მე უნდა მივხედო, თანაც ფეხმძიმე. Özlem. ოზლემ ნერვებს ნუ მიშლი, ახლა ამაზე ფიქრის დროა. kaldı şimdi. იქნებ საოჯახო საქმეებში მელექიც მომეხმაროს. ოზლემ ენასკბილი დააჭირე. ემინე რომ დაბრუნდება გაფრთხილება არაფერი უთხრა, თორემ კენდალის ხელიდან Yoksa ben ვერც bile მე alamam seni გამოვგლეჩ. Kendall'ın elinden. Hoş geldin Narin. გამარჯობა ნარინ. გამარჯობა. Hoş bulduk. კაპიტან მოუგუზმა ჩვენება ჩამოგართვა. Özlem. ოზლემ სამზარეულოში წადი. ნახე საღამოსთვის რა მოვამზადოთ. Ana, დედა, bu kadın ის ხალი გამუდმებით იმეორებს, რომ ეს კენდალ აღას ნამოქმედარიაო. გამწარებულია და მას ამიტომ ამბობს. გეუბნები კაპიტანი ოგუზიც ეჭვობს, რომ ეს კენდალის ნამოქმედარია. Ben sana diyeyim. არა, შეუძლებელია. Öyle bir şey. Ne bek? რა სელოდები? He? ხედავ, წასასვლელი არსად გაქვს. Gidecek bir baba evim. მორჩიამ ჯიუტობას და ჩაჯექი მანქანაში. Bin şu arabaya. Haydi uzun etme. დროზე რაღაც უცდით. ჩაჯექით მანქანაში. Ne bu yeni? რა gelin პატარძალებით იქცევი? yoksa? Azıcık gittik ya. გეწყინა შენზე ხელი რომ აღმართი არა? Gelme ben. კარგი, ნუ დაჯდები. Nereye gideceksin ha? ერთი ვნახოთ საწახვალ. Bununla hangi damın altına? ბავშვსაც წაიყვან. Kimin var? ვისი იმედი გაქვს? სხვა გზა არ გაქვს, მაინც ჩემთან მოხვალ. არ წამოვალ. Öyle. მართლა? Vay ერთი vay. ამას დამიხედეთ. საცოდავი Emineye ემინე. bak sen, Sümüklü Emine. Başı yerden სირცხვილი kalkmayan თავს მაღლა ვერ Emine სწევდი ne ხოლმე. halde? და ახლა რა დაგემართა? Sonra tegülüyle fıstık იმელიტის topladı da ვარდთან ერთად bir halta yaradı. ბუსტუღი Adam მოაგროვე oldu და ha? ახლა ქალად იქეცი. მე რომ არა შიმშილით სული ამოხდებოდა. უნდა დამიჩოქო და ხელზე მაკოცო სახლიდან რომ არ გაგაგდე. Kimin var? ვინ ყავს? Kime güvenip ვისი იმედი გაქვს რომ თავს იფასებ? Ne verdin bana? მე რა მომეცი? Ne verdin? ölürüm de seninle gelme. მოვკვდები და şenთან ერთად არ წამოვალ. Öyle o zaman. თუ ასია მოკვდი. Dedin ya. წუხელაც ხომ თქვი öldüm diye. მოკვდებიო. Öyle o თუ zaman. ასია მოკვდი. Eşek. სხვა გზა არ გაქვს, მაინც Yere yurda ჩემთან მოხვალ. sığamayınca eşek gibi geleceksin. შენ სადგილს რომ ვერსად ვერ ნახავ, Amma dur აღა bakalım აღას sen ne ძახილით მაინც მე მომადგები. Yok bir şey oğlum bak ნუ gitti. გეშინია საყვარელო, წავიდა, ხომ ხედავ, წავიდა. ნუ გეშინია ასი. Gitti. ნუ Aslı. გეშინია. Kızım. hadi შვილო, gel. სახლში შემოდი. დედა, მე მამა. Babam. Kızım sen babanı შვილო, bilmiyor მამა შენს ხომ musun? იცნობ, ნუ ჯიუტობ. Hadi inat etme. გულს ნუ მტკენ, სახლში შემოდი. Üzme benim halimle. Hadi gel içeri. შემოდი. Gel kuzum. მოდი საყვარელო, მოდი. Yok bir şey gel. მომხდარის გამო ძალიან მწუხარ პირად. დიდი ნაწილი დამწვარა, დიდ ნაწილს ჭვარტლი დადებია. იმ ნაწილით რაც გადარჩა მხოლოდ მუშების ფულს თუ გადაიხდით. ხომ იცი მოსავლიდან აღებული ფულით შავი ვარდის მოშენებას ვაპირებდით. თქვენ დაგვერდით რომ სიამოვნებით დაგეხმარებით ამაზე, ნუ დარდო. ეს საქმეები დაასრულეთ, შემდეგ დავჯდეთ და დეტალურად დავილაპარაკოთ. ერთი რამ გაითვალისწინეთ, როგორც უკვე აღვნიშნე, შავი ვარდის მოშენებას დრო და წვალება სჭირდება. თავიდანვე დიდი მოგების იმედი არ გქონდეთ. დიდი მადლობა, ნიჰად ბეი. როდესაც შეძლებთ, დამიკავშირდით და დავილაპარაკოთ. ებრუჰანიმი როგორ არის? მომხდარის გამო შეძრწუნებულია, მაგრამ ძლიერი ქალია, ყველაფერს გამგლავდება. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. წავალ, ებრუს სასიხარულო ამბავს ვეთყვი. ნახვამდის, ნახვამდის. Ya Emine abla ისეთი გაოცებული ვარ. ემინე სახლიდან როგორ წავიდა? დღემდე ხმა არ ამოუღია. მიკორს ეს როგორ გაბედა? მართლაც რომ საოცარია. Hayret valla. Özlem. ოზლემ, ben sana რა dedim. გითხარი?
დედა, ემინე ხომ აქ არ არის? ჩვენ ვსაუბრობთ. ებრუც განადგურებულია, საბრალო. ძალიან შემეცოდა. შავი ვარდის მოშენებას აპირებდა. ჭკვიანი ქალია, რამეს მოიფიქრებს. თუ მოინდომა თავისას მაინც მიაღწევს, აი ნახავთ, საქმეს ააწყობს. ჩვენ კი პირდაღებულები მივაჩერდებით. ძლიერი ქალები ასეთები არიან, ადვილად არ ნებდებიან. განათლებული ქალაქელი ქალია. ჩვენ ხომ არ გუგავს, ჩვენ კურდღლებივით შიშრები ვართ. რა ხდება? ასე რატომ აქებ? არა, სიმართლეს არ ვამბობ? ბევრს ლაპარაკობ. დედა, ლაპარაკიც აკრძალულია? დედა, წავალ დავისვენებ. დაისვენე. ჩვენების მიცემა დიდხანს გაგრძელდა. გამარჯობა ფირად. გამარჯობა. ებრუ თავის ოთახშია. თუ მის გამო მოხვედი, იცოდე თავის ოთახშია. ხო მართლა, ემინე სახლიდან წავიდა. რა? სად წავიდა? გუშინ კენდალმა და ემინემ ცოტა იგამათეს. ალბათ დედამისთან წავიდა, სხვაგან სად წავიდოდა. მნიშვნელოვანი არაფერია, ცოლ-ქმარ შორის ხდება ხოლმე. მოდი შვილო. წყლის დასალევად გამოვედი ქადრია ჰანიმ. თქვენის ნებართვით ებრუს დაველაპარაკები დეიდა. გამარჯობა ებრუ. გამარჯობა. შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ნიჰად ბეის ვესაუბრე, გადარჩენილი ბუსტუღები ვნახეთ. იმდენი გამოვა, რომ მუშების თანხა დავფაროთ. სასიხარულო ამბავი მხოლოდ ეს არ არის. შავი ვარდის მოშენებას ახლა ვივიწყებთ. ყველაფერი ასე ძნელი რატომ არის? განაიცეთი რა მინდოდა? მინდოდა რომ მოსავალი გაგვეყიდა და შავი ვარდის მოშენებას შევდგომოდი. იმას ვითხოვდი, რაც მეკუთვნოდა. განამე ძალიან მინდა აქ დარჩენა. ამ ხალხთან ერთად ცხოვრება. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ. კარგად როგორ იქნება ფირად? ხავს ვეჭიდები, მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. ასე ნუ ამბობ. ხელთ რაც გვაქვს, იმას დავჯერდეთ. ხელთ რა გვაქვს? ნიჰად ბეის ველაპარაკე. გეგმასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ არის. შავი ვარდის მოყვანის საკითხთან დაკავშირებით დაგვეხმარება. ჩვენ მოვიყვანთ რეალიზაციას კი ის მოახდენს. მე წავალ, შენ დაწყნარდი. დაისვენე. წინ ბევრი საქმე გველოდება. კარგი, დიდი მადლობა. რახანია რაც წახვედი, ამდენ ხანს სათხარ. ებრუს გაფუჭებულ საქმეებს ვაგვარებ დედა. ემინე სად არის? იცი რა გააკეთა დამწვარი ბუსტუღი? კენდალ, ემინე სად არის მეთქი? მოვა დედა, მოვა. რას ნიშნავს მოვა? ხომ გაგაფრთხილე შენი ცოლის გარეშე სახლში არ მოხვიდე მეთქი? არ გითხარი, სანამ ცოლ სახლში არ დააბრუნებ ამ სახლის ზღურბს არ გადმოაბიჯო მეთქი? დედა, მათთან მივედი. რადგან მითხარი, მე წავდექი და მათთან წავედი. უთხარი სახლში დაბრუნდი მეთქი. დედმამა რომ დაინახა, გადიდგულდა. დაიჟინა იმ სახლში, უკან აღარ დავბრუნდებიო. არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდებიო. მაგრამ ვიცი რომ დაბრუნდება. აუცილებლად დაბრუნდება. კმარა რაც ჩაიდინე, კენდალ. კმარა. დედა, მე რა ჩავიდინე? რა ჩავიდინე? რა ჩაიდინე? ემინესთვის ტკბილი სიტყვა ერთხელ მაინც გითქვამს? თითქოს ამ სახლის რძალი არ ყოფილიყო, ისე ცუდად ეპყრობოდი. შენი შვილი ასიმი? ის ხომ საერთოდ არაფრად მიგაჩნდა. მითხარი ხომ სიმართლეს ვამბობ? არაფრად მიმაჩნდა, დიახ, არაფრად მიმაჩნდა დედა. მისი არსებობა ტკივილს მგვრიდა, ამიტომ არაფრად მივიჩნიე. რომ გაიძახი ასიმი შენი შვილია, ვიცი ის ჩემი შვილია, ჩემი შვილია. განა მე არ მინდა ასიმიც რომ ბარანივით ლომივით ვაჟკაცი იყოს. ხელი გადავხვიო და მასთან ერთად ქუჩაში ვიარო. განა მე არ მინდა დედა. განა არ მინდა რომ საკუთარ შვილს ველოსიპედის ტარება, წვერის გაპარსვა, მანქანის ტარება ვასწავლო. ეს ყველაფერი ვინ წამართვა დედა? ვინ? ასიმთან ერთად ქუჩაში რომ გავიდე, ვინც დაგვინახავს ის სიტყვის კენდალ ახას შეხედეთ.
ავადომ ყოფშვილთან ერთად ქუჩაში რომ გამოსულაო. თუ იმას იტყვიან მტერს არ ვუსურებ ასეთი შვილის ყოლას. თვითონაც იტანჯება და სხვაცაც ტანჯავსო. სწორედ ამიტომ თვალი დავიბრმავე და მისი არსებობა არაფრად მივიჩნიე. დედა ყოველგამევლო ცულობდი არც ის დაიტანჯოს და არც ჩვენ დაგტანჯოს. ასიმი მოკვდეს მეთქი. ყოველგამე ამას ულოცულობდი. Asim ölsün diye dua etti bana. წადი კენდალ, წადი. კაპიტანო, ნარინჰანი მიწავიდა? რა შენი საქმეა? მითხარი რა მოხდა? კაპიტანო, კენდალ აღას დაჭრისას შემთხვევის ადგილიდან წამოღებული ჩანთა მოვიტანე. ვიფიქრე მივცემდით. კარგი, შენ დატოვე, მე მივხედავ, გმადლობთ. სიბელს დაუძახეთ, ახლავე ჩემს ოთახში შემოვიდეს. ახლა აღა. მე ძახთით აღა. სიბელ, ჭრილობა გადამიხვიე. Ne oldu kız? რა დაგემართა ჭრილობას პირველად ხედავ? ო, კარგი, წადი. ჭრილობას თავად დავიმუშავებ. ჯევდეთ. აკაურობას უნდა მოსწილდე. როცა საჭირო იქნება თავად მოგძებნი, კარგი? კარგი აღა, როგორც მიბრძანებთ. შენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. რა ამბავი? ციხეში ერთი ტიპი ვიპოვე. ადანის კოლონიიდან გამოუყვანიათ. დიდი უბედური ვინმეა. იქ წესიერად რომ არ იქცეო და გადმოუყვანიათ. ციხეში ვიღაცას ხომ ეძებდი? სწორედ რომ შესაფერისი ვინმეა. კარგი, ახლა წადი და იმ ტიპს ყურში ჩასჩურჩულე, რეჯეფი საიქიოს გაისტუმროს. როცა გამოვა, მაშინვე ჩემთან მოვიდეს. კარგი აღა. კარგად. ანგარის სწორების დრო დადგა რეჯეფ ეფენდი. ყველას გაგისწორდებით. ყველას რიგი მოვა. ებრუსიც და ემინესიც. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.